ეკონომიკას არ გულისხმობ, პოლიტიკას არ გულისხმობ. რა გადარდებთ? პირად ცხოვრებაში და საერთოდ? აი საერთოდ ეს საერთოდ არა. არეულობა. კი, არეულობა პირად და ცხოვრებაში? პირად ცხოვრებაში ჯანმრთელობა. სვარა და ეკონომიკური პირობები, აი თუ როგორ გესმით, გამოთქმა მე თუ არ ვიქნები ქვაზე ნუ ყოფილა. არა, ესეც არ არის სწორი. მე თუ არ ვიქნები, ჩემს უკან ძალიან ბევრი ვინმეა, შთამომავლობა არის, მომავალი არის, ეს არ შეიძლება მაგის თქმა. ჩემს უკან უნდა იცოცხლოს და უფრო უკეთესი პირობები უნდა შეიქმნას, უფრო უკეთესი ამბები უნდა იყოს და ამიტომ ჩემი თუ არ მთავრდება ყველაფერი. ჩემი არ იწყება, ჩემი არ მთავრდება. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, პრობლემის მოსაგვარებლად რა უფრო მიგაჩნიათ სწორად, პირფერობა თუ ანუ ყიზილბაშობა როგორც ილია ჭავჭავაძე უწოდებს თუ რას მიქვიან ტკბილი სიტყვა? რა არის ისიც? ჯერ კულტურას ნეობა არ უნდა დაიკარგოს ადამიანში ზნეობა, კულტურა არ უნდა წაიშალოს და ქართველობა, რასაც მის დღემში ფასი ქონა ქალობასაც, ქართველ ქალობასაც და საერთოდ პატრიოტიზმს ნუ დაიკარგა, ეკონომიკური პირობებით ეს ჩვენი დროებითი არეულობა ნუ წაშლის ადამიანებში ამ ზნეობას. შეინარჩუნო, გავუძლოთ, ამაზე მეტი გასაჭირი გქონია, გაგვიძვლია და მივიღწევია მე სიკეთისთვის და ახლა სხვა მომავალ ხო ნელ-ნელა რაღაცა კაი ნაბიჯები იძგმება რა. ამიტომ ჩვენ დღეისით ნუ გადავწყვიტოთ იმას, რომ დღეს რა კი ეს მდგომარეობა არის, არ ქაც ყველაფერი წყალმა წაიღო, აღარაფერი არ გვეშველება და დავერიოთ ერთმანეთს. ზრდილობა და კულტურა, ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის სიკეთე. აი, მამაო ჩვენში არის, ჯერ უნდა შელოცო, სთხოვრო, ყველა კარგად ამყოფე და მე. აი ეს მეტი არ არის. ალბათ.